ქალაქში სიცხე იყო. სოლოლაკის კლდე თონესავით ჩამოხურდა. ოთახში მოვითენთემ, მუშაობას თავი ვანებე და უმიზნოდ ქუჩაში გავედე. ჰაერი სრულიად არიძულად. მაღლა შევხედე, იქ ზემოთ მრავალსართულიანი სასახლის სახურავზე დროშა ეკიდა და ტოკავდა. დროშის უკან მამა დავითი მოჩანდა. ნაცნობი ხმა ჩამეს მოუეცრა. ლევან, სწორედ შენ დაგეძებდი, შენ კაცხის სვეტი თუ გაგიგიაოდესმე. კაცხის სვეტი? არა. პასუხი გავეცდა მხოლოდ შემდეგ შემოbrunდი. ჩემს წინ წერალი აკაკი ბელიაშვილი იდგა. კლდეა სვეტა დაყუდებული, ზედ ეკლესია ჩანს, იქ ვერავინ ასულა. წინათ მინახავს ჭაბუკობის დროიდან მისი საიდუმლო ოცნებად დამყვა. მაღალია, ცნობის მოყარებებით შევეკითხე. აი იმ სასახლეზე მაღალი. ხელით დროშისკენ მიმითითა. რუსთაველის გამზირიდან შევხედე სასახლის დროშას. აკაკიმ ირიბად შემომხედა და ნიშნი მომიგო. გემაღლა? რა სიტყვი? უცნაური. გავიკითხოთ, ნახოთ ვახუშტი. ყვირილის შესართავ ზეით ამ წყალზედ არს კაცხს ეკლესია მაცხოვრისა, გუმბათიანი, დიდ ფრიად კეთილშენი, ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლით არს ციხე კაცხისა, მთის ძირად კლდესა ზედა მაგარი. ციხის აღმოსავლით არს კლდე, ხრამსა შინააყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზედ არს ეკლესია მცირე. არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა. ვახუშტი ბატონიშვილი. წლის ზაფხულში შედგა მესვეტეთა ჯგუფი, რომელშიც მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილი, მთასვლელი ალიოშა ჯაფარიძე და არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე გაერთიანდნენ. ჯგუფი გაემართა ჭიათურისკენ, სადაც იდგა საუკუნეების წინ მიტოვებული და ყველასაგან მივიწყებული კაცხის სვეტი. ქვეყნის საკვირველება, როგორც მას გიორგი წერეთელი მოიხსენიებდა 1895 წლის კვალში დაბეჭდილ წერილში. ჭიათურის მახლობლად სოფელ კაცხში 40 მეტრიანი კირქვის სვეტია აღმართული. მას სოფლის სახელწოდებიდან გამომდინარე კაცხის სვეტი უწოდეს. კაცხის სვანური სიტყვა და მწვერვალს ნიშნავს. სავარაუდოდ, ადრე ამ ადგილას ერთიანი კლდოვანი მასივი იყო. ტექტონიკური ძვრების შედეგად მთა ჩამოიშალა და მის ადგილას სვეტი დარჩა. იგი როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი წითელ წიგნშია შეტანილი. კაცხის სვეტი გახლავთ ჩვენი მემკვიდრეობის მართლაც ერთ-ერთი უნიშნულოვანესი და უნიკალური ძეგლი. მსგავსი ძეგლი ჩვენ საქართველოში არ მოგვეპოვება თავისი მდებარეობით. ძალზედ საინტერესო და ძალზედ თავისებური ძეგლი არის. კაცხის სვეტის პირველი ფოტო, რომელიც ჟურნალ კვალში გამოქვეყნდა 1895 წელს იყო გადაღებული. სურათზე ჩანს სვეტის სამხრეთ მხარეს გამოწეულ კლდეზე მდგარი სამრეკლო, რომლის ნაშთი მე-20 საუკუნის 40-იან წლებში უკვე აღარ არსებობდა. გეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა კაცხის სვეტი, იმიტომ რომ ეს არის გამომუშავებული ცარცული ასაკის კირქვებში, 60-70-80 მილიონი წლის წინანდელი წარმონაქმნია, როგორც ჩანს და დღემდე არ არის სხვათა შორის ერთგვაროვანი აზრია, ეს არავის არ უკვლევია სპეციალურად, აი რატომ შემორჩა ეს შთენილად, მარტო ეულად ეს 40 მეტრიანი სვეტი აი ამ კირქვებში. სვეტმა ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან მიიპყრო ადამიანების ყურადღება და უამრავ ლეგენდას დაუდო საფუძველი. ქრისტიანობამდე სვეტთან წარმართული რიტუალები სრულდებოდა. ადამიანები მსხვერპლს სწირავდნენ და ნაყოფიერ წელიწადს ევედრებოდნენ.
ამ დღესასწაულს კოხინჯვრობა ეწოდა. მას ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც აღნიშნავს. თვითონ ეს რეგიონი ჭიათურა საჩხერე წინაქრისტიანული ხანის ძეგლებით არის დახუნძლული. ადამიანი მან ცხოვრობდა დასაკვირველი ქრისტიანობამდე და წარმოუდგენელია ეს სვეტი, რომ მისი რაღაცა დასაკვირველია რაღაც სიწმინდე არ ყოფილიყო. შესაძლებელია ეს კოხინჯვრობას რაღაცა აი მის გადმონაშთია სწორია. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად თურმე უფალს აქ ედემის ბაღის გაშენება უნებებია. მისი დავალებით ანგელოზებს აქაურობა ნაირნაირი ყვავილით, ხილით და ცხოველებით აუსიათ. ერთ ადგილას თურმე დიდი ქვა ამოზრდილა, რომლის ძირშიც უხსენებელი დაბუდებულა. გადმოუხედავს ერთხელ უფალს ახალი ედემის ბაღისთვის დაუნახავს უხსენებელი და სასტიკად განრისხებულა. გავარვარებული ტალახი გადმოუსხამს. ჰაერშივე გაყინულა ლავა და აღმართულა სვეტად. ნიშნად იმის, რომ ქვეყნად ვერაგობა არ ყოფილიყო. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე კაცხის სვეტით სასულიერო პირები დაინტერესდნენ. ამას მოწმობს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ჯვარი, რომელიც მე-5-მე-6 საუკუნეებით თარიღდება. ის არის ნამდვილად ძველი, ის სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეების არის მე-5-მე-6 საუკუნის ფარგლებში ჯდება, მე-6 საუკუნის ფარგლებში არ გაცდება. ეს არის ეს ტიპიური ესე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი, რომელიც არის ესე ღეროზე, ბუნზე დგას, ქვემოთ ჩანს პოსტამენტის ესეთი მონახაზი, ანუ ეს არის განსახიერება გოლგოთის ჯვრისა. თან ამავე დროს აი ეს წრეში ჩაწერილი ჯვარი, ეს არის ძლევის ჯვარი, აი ის ჯვარი, რომელიც მოევლინა კონსტანტინეს აი მაქსენსიუსთან ბრძოლის წინ. და აი ამ ნიშნით გაიმარჯვებო ციდან რომ მოესხმა, ხო? და ძალიან საინტერესოა თვითონ ამ ბუნზე აქვს ესეთი ორი ღერო არის ესე ჩამოსული, რაც აი აღნიშნავს აი ამ ღერძის აყვავებას, სიცოცხლის ესე ძელი ცხოველის ნიშანიც არის. ძელი ცხოველი იგივე პრაქტიკულად ძელი ცხოველი, სვეტის ცხოველი ეს ერთი და იგივე რასაკვირველია და ძელი ცხოველი თვითონ მიემართება გოლგოთის ჯვარსაც. იმიტომ რომ გოლგოთის ჯვრით ხდება ხსნა კაცობრიობისა, ხო? ადგილობრივმა მოსახლეობამ სვეტს ძელი ცხოველი უწოდა და სვეტი ცხოველთან დააკავშირა. სვეტიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში მე-11 საუკუნეებით დათარიღებული კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძარი დგას. აქ ისტორიულად ბაღვაშთა სამფლობელო ყოფილა. ტაძარი მრგვალია. ასეთი არქიტექტურის ტაძრები საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ გვხვდება. კედელზე ჯვრის ამაღლების რელიეფური გამოსახულებაა, რაც კაცხის ტაძარს გარკვეულწილად ცხეთის გარემოსთან აკავშირებს. სვეტზე გავრცელებული ლეგენდებიდან ერთ-ერთის თანახმად კი სვეტის თხემსა და მაცხოვრის ტაძარს შორის ჯაჭვი ყოფილა გაბმული, რომელზეც ბერები მიმოდიოდნენ. ეს ლეგენდა ზუსტად იმეორებს ცხეთის სვეტის ცხოველსა და ჯვარს შორის გაბმული ჯაჭვის ამბავს. ვარაუდობენ, რომ სვეტის თხემზე სამონასტრო ცხოვრება მე-9-მე-10 საუკუნეებიდან დაიწყო და მე-16-მე-17 საუკუნეებამდე გაგრძელდა. მე-17-დან მე-20 საუკუნემდე სვეტი მიტოვებული იყო. 100 წლეულების შემდეგ სვეტის თხემის მყუდროების დარღვევა ლევან გოთუასა და მის მეგობრებს გადაეწყვეტათ. მაშინ არსებობდა საქართველოში სიძველეთა დაცვის კომიტეტი და სწორედ ამ კომიტეტის სიძველეთა დაცვის კომიტეტის ხელშეწყობით მოეწყო ეს ექსპედიცია, მაგრამ აქ აუცილებელი იყო ერთი მთავსვლელის მონაწილეობა, იმიტომ რომ სხვანაირად ალპინისტური ტექნიკის გარეშე იქ ვერავინ ვერ ავიდოდა. და ამიტომ ჩათვალეს, რომ ახლა ალვეშ ჯაფარიძე მაშინ ცნობილი მთავსვლელი გახდათ, ამ მთავსვლური სკოლის შემქმნელი საქართველოში მეგობრობდნენ ლევან გოთუა, გაგბელიაშვილი და ალვეშ ჯაფარიძე და რასაკვირველია თავის მეგობარს გაანდეს ეს საიდუმლო რომ აი უნდათ კაცხის სვეტზე ასვლა და ალვეშას რასაკვირველია დათანხმდა. მესვეტეთთა ჯგუფი ლევან გოთუას ხელმძღვანელობით სვეტთან 1944 წლის 29 ივლისს მივიდა. თითქმის 300 წლის შემდეგ ადამიანის ფეხი პირველად უნდა დადგმულიყო თხემზე. ლევან გოთუა თავის ნაწარმოებში კაცხის სვეტის საიდუმლო დეტალურად აღწერს განცდებს, რომელიც იმ დროს ჯგუფის ყველა წევრს დაეუფლა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის სანახავად თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა. ამ გარემოებამ შეგვაფიქრიან.
ასეთი ძნელი ასვლის განხორციელება მოწმეთა გარეშე სჯობია. აქ კი მთელი სოფლის წინაშე ძალაუნებურად სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გაიმართოს ჩვენსა და სვეტის საუკუნეობრივ შეუვალობას შორის. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ დაბრჩა. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით ამას. სვეტის თხემისკენ პირველი ალექსანდრე ჯაფარიძე დაიძრა. მას ნელ-ნელა ლევან გოთუა, ვახტანგ ცინცაძე და ორი ადგილობრივი ახალგაზრდა მიხვდნენ. ჯგუფის გადაწყვეტილებით აკაკი ბელიაშვილი ქვევით დარჩა, რათა საორგანიზაციო საკითხები მოეგვარებინა. დავიღალ. სისხლის მიმოდენა შემიფერხდა სანახევროდ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფს. იღლიებში ჩამეჭედა თოკის არტახები, მაგრამ ვიცი რომ ალექსანდრეს, როგორც წინმავალს, ბევრად უმძიმესი და ურთულესი ამოცანა აქვს. ტიტანური დაძაბულობა და ნების სიმტკიცე ხმართებს და კიდევაც ახლავს. უეცრად ზევიდან ქვების ხრიალი მოისმა. სვეტის აღმოსავლეთ ფრიალოს მცირე ნაშვავი ჩამოეფარცხა და ქვემოდან მის გრიალს ხალხის დაგუბებული გმინვა მოხვა. თოკი შევამოკლე. უეცრევ ქვემოთ საერთო ძახილმა დაიკუხა. გულზე მომეშვა. მაშ ასულა. ალექსანდრე შესაძლოა ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის პირველი ადამიანია, რომელიც ავიდა სვეტზე. ემოციებით სავსე ალექსანდრემ მოგვიანებით თავის დას ალექსანდრას წერილი მისწერა. თელს იმერეთში სალაპარაკოდაა ჩვენი ასვლა კაცხის სვეტზე. აღარავის ეგონა და აღარავის ჯეროდა თუ შევძლებდით ასვლას. თელ სოფელს 2 დღის განმავლობაში ჩვენი ცქერის მეტი არაფერი გაუკეთებია. და როგორც იქნა ერთხელ ეღირსნენ ალპინისტები ტაშსა და ოვაციას. უშველებელი გრიალი შეიქმნა, როცა პირველად ფეხი შევდგი სვეტის თავზე. კაცხის სვეტის თხემი შემდეგ ამ ვახტანგ ცინცაძემ რომ ნახა ეს 29 ივლისს, ну ეხლა იქ რას გააკეთებდნენ, დიდი არქეოლოგიური გათხრები ვერ ჩაატარეს, იქ რაღაც გამოწმინდეს კრიპტა, რომელიც ეკლესიის ქვეშ არის. მან აზომა ეს ნანგრევები, წარმოგიდგენიათ ხოლმე როგორ ნანგრევები გატყევებული იყო იქაურობა, ბევრი ხეები იყო, მიწით დაფარული იყო და რაც მოახერხა მან ის აზომა და შესანიშნავი ანაზომი აქვს. ვახტანგ ცინცაძე ვარაუდობდა, რომ კლდის თხემზე შუა საუკუნეებში 2 დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. მან ერთი კლდეში ნაკვეთი ეკლესია მე-5 საუკუნით დაათარიღა, ხოლო მეორე მთლიანად ქვით ნაგები მე-6 საუკუნით. სვეტის კომპლექსი ცინცაძემ დაუკავშირა მესვეტეობას. სირიაში გავრცელებულ უკიდურესად ასკეტურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს. ჯგუფის წევრებმა თხემზე დატოვეს წერილი, რომელიც წლების შემდეგ იქნა ნაპოვნი. ექსპედიციის სვეტზე ასვლას ერთი ადგილობრივი ბიჭი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ეს ბიჭი, გოდერძი სამხარაძე, მომავალში ალპინისტი გახდა და 1955 წელს კაცხის სვეტზე მეორე ასვლა სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. როცა 40 წელს ისინი აქ ავიდნენ, მე ვიყავი პატარა ბიჭი. იმ წინდანვე ჩამივარდა გულში მიზან დამივიღე, რომ აქ ავსულიყავი და ის წერილი მომეხსნა მხოლოდ. ახალს ვერაფერს ამოვაჩენი. წამევიზარდე 55 წელში შევქენი პატარა ჯგუფი, ალპინისტთა ჯგუფი. ცოტა გავიარეთ ჩვენ ყაბარდო-ბალყარეთში, მიშა ხერგიანი იყო ჩვენი ხელმძღვანელი იქ. რო ჩამოვედით, შევქენით ალპინისტური სექცია. პირველ რიგში წამოვედით აქ. და მოვედით ამაზე დავგეგმეთ და დავიწყეთ ასვლა ალიოშას გზით, ალიოშავიდა ასე გადმევიდა ისე და იქით აგვერდიდან ავიდა პირდაპირ. დიახტი აი თხევზე. იმ თხევზე. პატარა ბაქანიერი არის. აი ისე და ევიდა მაღლა. ამ გზით ევედი ჩვენს. პირველ რიგში მოუძებნი ალიოშას დატოვებული წერილი იქ. ვინაიდან მე მქონდა წაკითხული, ლევან გოთუა წერდა, რომ ჩვენ კაცხის სვეტზე მივახციეთ 2 დღის დაძაბული მუშაობის შემდეგ გამევიყენეთ ჯერ თოკები და პალუები. კაცხის სვეტზე ნავხეთ ესე უბრალოდ მაშინ როგორც ხალხი ამბობდა, ბევრი არაფერი არ უპარნიათ, მაგრამ დავწერე წერილი, თუნუქის კოლოფში ჩავდები და მეც ვესვეთე საკდამაში შევინახო. ზუსტად ნახეთ ის წერილი. რა თქვენ ნახეთ ის წერილი? დიახ, და რას მე ახლა ვთქვი, აი სიტყვით არის ჩაწერილი შიდა. 1970 წლის 25 ოქტომბერს აღინიშნა სვეტზე პირველი ასვლის 25 წლისთავი.
რომელსაც ლევან გოთუა და ტრაგიკულად დაღუპული ალოშა ჯაფარიძის და ალექსანდრა დაესწრნენ. სვეტზე ხშირად ეწყობოდა ბავშვთა შორის შეჯიბრებები კლდეზე ცოცვაში. სვეტს ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მე ბავშვობას აქ ვატარებდით ყველანი. ამ სოფელში ცხოვრობთ. ეს იყო ჩვენი ერთი დღე, რასაც ადრე კოხინჯობა ერქვა თავშეყრის ადგილი. და ბავშვები ყოველთვის ცდილობდით, რომ მესულიყავით კედლის ნანგრევთან, სადაც პატარა დარჩენილი ნანგრევი იყო, სადაც ახლა დაბლა სალოცავი დგას და თითო სანდელი დაგვენთო. თუმცა საუკუნეების შემდეგ პირველმა სასულიერო პირმა სვეტის თხემზე 1992 წელს დადგა ფეხი. იგი კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ამირანი იყო. მას ასვლაში სატელევიზიო პროგრამა ირაოს გადამღები ჯგუფი დაეხმარა. ამიყვანეს ბაწრის კიბით ავედი. ჩვენ კაცხის სვეტი ნახეთ დანგრეული, დაშლილი მთლიანად. ნახეთ რომ იქ იყო სამონასტრო კომპლექსი აშენებული მაღლა, იყო მონასტერი პატარა, სამლოცველო პატარა. სამლოცველოს ქვეშ იყო მიცვალებული ძვლები, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ იქ, გადავიღეთ სურათი, პანაშვილის გადავიხადე. მეორე მხარეს იყო ოთახი, ესე იგი კელიას, როგორც ეწოდება კელია, სადაც ისვენებდა ალბათ ის მესვეტე. მოვინახულეთ იქ და ვნახეთ ეკაურობა, დავათვალეთ, ვნახეთ ჭურები იყო, არ წყალებით გებოდა შიგ. ასე რომ იქ დანგრეული და დაშლილი იყო ყველაფერი, არაფერი იქ არ არსებობდა. ქრისტე ომერთო განუსვენე, მათ რომელი განისვენებენ ადგილსა, სიტყვიდისა სასვეტისა, ამისასა, აზრდა მარადისა, უგუნითი უგუნისა, მოძე, ამინ. 1997 წელს სვეტზე უცნობი ადამიანი გამოჩნდა. ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ფაქტმა დაბნეულობა გამოიწვია. ამ ზამთარში ქვევიდან ხედავ სოფლიდან ხალხი რომ ვიღაც ადამიანი დადიზევთ ამ თოვლში. რაღაც დადიზევთ და მიფიქრეს ვინ არის რა არისო და უთქვიათ ქალებს რომ აი მოდი ჭადის ნატეხი დაედეთო ზევითო. პური არა ჭადის ნატეხი. და თუ ჭადის ნატეხი შეჭამაო ესე იგი ადამიანია. მე ავიდათ რომ ადამიანი ყოფილა ადამიანი. არ ვიცი ჭადის ნატეხი აიტანეს მარტო თუ პრასი და ლობიოს მიაყოლეს. უბრალოდ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი იყო და მე დაიწყო უკვე ამ სვეტზე მამაქსიმეს უფრო ენერგიული და უფრო ისეთი ვაწყი ესე შეიძლება ითქვას პირდაპირ. ამ ადგილას უზარმაზარი ცაცხვის ხე მდგარა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ყველასთვის მოულოდნელად მის ქვემოთ საძვალე აღმოჩნდა. მამა მაქსიმემ იმ წლის ცივი ზამთარი სწორედ ამ საძვალეში გაატარა. მანამდე მოსულები ვართ ბავშვობისასაც და უყურებდით რომ იყო გამორჩეული და კაცხის სვეტზე მე გავიგეთ რომ ადამიანი ცხოვრობდა და ეკლესია იყო და ბერი ცხოვრობდა, მაგით შენლოვანი მაშინ იყო შემოვიდა ეს ჩვენ ცხოვრებაში და მე უკვე როცა მორწმუნე გავხდი და უკვე ეკლესიაში დავდიოდი და მე მონაზვნობა გადავწყვიტე, მე რა თქმა უნდა კაცხის სვეტით შემოსული იყო ჩემს ცხოვრებაში და შეიძლება კაცხის სვეტმაც მომცა ის ძალა რომ მივატოვე მე არ მივატოვე, დავტოვე დედა და ოჯახი და წავედი აღვეცე მონაზვნად. 1999 წლიდან სვეტით ძეგლთა დაცვის სამმართველო დაინტერესდა. შეიკრიბა მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც ამავე წელს სვეტის ძირში მდებარე მე-10 საუკუნის ტაძარი აღადგინა. სვეტის თხემის დათვალიერების შემდეგ გადაწყდა იქ არსებული მცირე სამონასტრო კომპლექსის შესწავლა და აღდგენა. ჯგუფს თხემზე ასვლა კვლავ ალპინისტური მეთოდით მოუხდა. ასფალტხედლანი და ბიძინა გუჯაბიძე ალპინისტი, იგი პირველი ავიდა და შემდეგ უკვე რამდენიმე კაცი ავედით, მათ შორის უკვე შემდგომ მომავალში ვინც რესტავრაცია გააკეთა ამ ეკლესიის თენგის გაბუნია, მე ვიყავი, იყო რევას ჯანაშია, არქიტექტორიასი და კიდევ რამდენიმე ადამიანი მოდელიც იყო და მამა მაქსიმეც იყო დასაკვირველია გამოსული და ფაქტიურად ამის შემდეგ იწყება უკვე ძალიან ეს აქტიური შესწავლა აი ამ კლდის თხემისა. მე ამას მოყვა უკვე 2005-შიც სწორედ ეს ალპინისტური მეთოდებით ავედით, მაშინაც ბიძინა გუჯაბიძე მაგვიყვანა იქა და შემდგომ 2006-ში მან დაამაგრეს რკინის კიბე
და უკვე ძალიან ხშირად გვიხდებოდა ასვლა. სამონასტრო კომპლექსი ძალიან იყო დაზიანებული, თუმცა უკანასკნელი განდეგილი ბერის საძვალე 3 საუკუნის შემდეგაც კარგად იყო შემონახული. მოპოვებული მასალის მიხედვით დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ მე-16, მე-17 საუკუნეებში სამონასტრო ცხოვრება თხემზე აქტიურად მიმდინარეობდა. არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. აშკარად გამოჩნდა, რომ აი იმ სადაც ბატონი ვახტანგცინცაძე ვარაუდობდა იმ ნახევარ კლდეში ნაკვეთ ეკლესიას, ის კლდეში ნაკვეთ ეკლესია არ აღმოჩნდა. ის აღმოჩნდა სენაკების, აი ორი სენაკი აღმოჩნდა იმ ადგილას, იმ სენაკების აღმოსავლეთი ნაწილი, აღმოსავლეთი კედელი. რა დარჩენილია? დიახ, იქ არ არის საკურთხეველი, ის არის აღმოსავლეთი კედელი აი ამ სენაკების. უბრალოდ კლდის ქიმი გამოიყენეს მშენებლებმა და როგორ არის, იქ მორგებულია აი ამ ნაგებობები მორგებული არის ფაქტიურად აი იმ პატარა ზედაპირს, რომელიც არის 150 თუ 120 კვადრატული მეტრია მთელი ფართობი თხემისა, მაგრამ თან როგორი ეს სწორი ხო არ არის? ეს არის უსწორმასწორო არის. 2005 წელს ტერიტორია მთლიანად გასუფთავდა. გაწმენდის შემდგომ დარჩენილი მასალით დანგრეული ტაძარი აღადგინეს. ფაქტობრივად ეკლესიისა და სენაკების რეაბილიტაცია ძველი ქვებით მოხდა. სამწუხაროდ ვერ მოხდა დიდი სიძველის შენარჩუნება ბოლომდე. აი სენაკების შენარჩუნება ბოლომდე, იმიტომ რომ ის ქვა ისე იყო, კედლები ისე იყო გამოფუყული, გამოქარული, ფესვებით, ქარი და ეს ფაქტობრივად დუღაბი იყო გადაქცეული ტალახად უკვე. და საჭირო იყო ამის დაშლა და შემდეგ ისე დადება თავის ადგილზე. შედგა შემდეგ პროექტი, შესაბამისი პროექტი შედგა, რომელიც შეთანხმდა საპატრიარქო საბჭოსთანაც და კულტურთა დაცვასთანაც და ამის მიხედვით უკვე აღდგა ეს სენაკებიც და თვითონ თავისთავად ტაძარიც. ძალიან დაგვეხმარა აი ბატონ ვახტანგის პერიოდისა ეს ანაზომი ისე ტაძრის აღდგენისათვის. სვეტის რეაბილიტაცია ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. აღდგენით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა. 2006 წელს ადგილობრივი ბიზნესმენის აკაკი გურჯიძის დახმარებით სვეტისკენ მიმავალი გზა გაკეთდა. დამონტაჟდა კიბე, რომელმაც ყველასთვის გაამარტივად ხემზე ასვლა და განათება. დაუფასებელია ის რომ და შეუფასებელია ის რომ რაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სოფლის მაცხოვრებლებმა მიიღეს აქ თვითონ თავისი ხელით აკეთებდნენ ყველაფერს აქ როგორც ასეთი აი ხელოსანი მოსულიყოდა ეს თვითონ თავისი ხელით თვითონ აგროვებდნენ კი მასალებს ყველა ვეხმარებოდით რაც კი შეიძლებოდა და ფაქტია და რეალობა რომ მივიღეთ ის რასაც შეიძლება ითქვას კიდე ბოლომდე არ ველოდით. აღდგენის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მამა მაქსიმე. მან ერთ-ერთი ასვლისას არქეოლოგებთან ერთად სვეტის თხემზე აღმოაჩინა ქვა, რომელზე დაწერილი ტექსტიც მეცნიერებმა მე-13 საუკუნით დაათარიღეს. ეს არის ის ნივთები. ნაბონი ნივთები. ყოველთა წმინდათა შენთაითა შეიწყალეს სულიფრიად სოდვილისა გიორგისი, რომელმან აღაშენა სამნი ესე სახლნი სადიდებლად შეწევნად დაყუდებულთა შენთა წმინდისა ძელისა ცხოვრებისა და განსასვენებელად სახურთა მისთა. მე გიორგია ნახსენები. დაახლოებით რომელი საუკუნის არის ეს? ამას ქვაზე ამბობენ რომ ეს არის მე-12 საუკუნეს მიაკუთვნეს კი. ეს არის სადღაც მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის წარწერა. და აი ამ წარწერაში მე ვისაუბროთ თუ გნებავთ ამ წარწერას, მაგრამ ამ წარწერაში საუბარი არის იქ სახლების აშენებაზე, ანუ სენაკების აშენებაზე, ანუ ეკლესია უკვე აშენებულია. ეს ეკლესია მე-13 საუკუნეზე უფრო ძველია, რასაკვირველია. სვეტის დასავლეთ მხარეს თხემიდან დაახლოებით 8 მეტრით ქვემოთ გამოქვაბულია. იგი ვახტანგცინცაძის მიერ გაკეთებულ ნახაზებშიც იყო ასახული და 1944 წელს სავარაუდოდ ალიოშა ჯაფარიძეც უნდა ყოფილიყო ჩასული. ჯგუფის წევრებმა გამოქვაბულში ჩასვლა გადაწყვიტეს.
ბიძინა მეცხო ჩაგეშვებო თოკითო და დამახურა თავზე კასკა მივხვდი ცოტა ის იყო რა ქვია. არ იყო ეს ისეთი რაღაც იოლი ჩასასვლელი და ჩამიშვა მე შემდეგ შინ რაღაც ძანის არ ვიცი რა. ჩახვალოდი მასთან გამოქვაბულთან კედას ფეხი ხარიო. გამოიწევი და მე ჩავუშვებო თუზა შინ შიგნით შევარდებიო ეგრევე. ნუ ეს რა თქმა უნდა ალბათ იხურა და მე დამეხმარა შევედი შიგნით. ნახეთ ეს გამოქვაბული შიგნით არქეოლოგია არ იყო არაფერი. გამოწმენდილი იყო და ჩანდა ესე ორი კარის ეთმო ჩასაკეტი იყო. ორი ნახრეთი არის, მცირე ნახრეთი არის. დაახლოებით სიმაღლეა 1.90 2 მეტრამდე სიმაღლეთი. ეს თვითონ ეს გამოქვაბული და სიგრძეც აი ესე 2 მეტრი 2 მეტრზე. ანუ ეს იყო უეჭველად ერთი ბერის სადგომი. 2010 წელს კაცხის სვეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესტუმრა. სვეტს წირავს პატრიარქი ზემოთ. უწმდეს ილია წინასწარმეტყველის პატარა პანა. დღეს კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსში მამა მაქსიმესთან ერთად მარტყოფის მამათა მონასტრიდან გადმოსული მამები მოღვაწეობენ. მამები თხემზე უკვე კიბითადია ღვთისმსახურების ჩასატარებლად. საინტერესოა თუ როგორ ადიოდნენ ჩვენი წინაპრები სვეტის თხემზე. ამის თაობაზე ზუსტი ცნობები არ არსებობს. ადრე ალბათ მაშინდელი ბიძინა გუჯაბიძე ალბათ ვიღაც ავიდა ერთი პირველი. ან სხვა თასვლელი ავიდა და შემდეგ ერთ ადგილას დარჩენილიც არის კიდე სვეტის ქვევით აი სენაკის კუთხეში დარჩენილი არის პატარა ესეთი ბუდია მურის ბუდია ფიქრობთ რომ მანდ იყო დადგმული ჯალამბარი ალბათ როგორც მეტეორაში ჯალამბარზე იყო დაბმული ქვევით ან კალათით უკვე აი ხელის ჯალამბარით ამოყავდათ მოღვაწე მამების ზევით სვეტი იმთავითვე მიუდგომელი და იდუმალებით მოცული იყო ამიტომ ხალხში უამრავი გადმოცემა თუ სრულწმენა გაჩნდა. მაგალითად ამბობდნენ რომ სვეტს ქალი ემსახურება, რომელიც წელიწადში ერთხელ თხემს ასუფთავებს და ნაგავს ძირს ყრისო. და ცვივა სვეტის თხემიდან თურმე ლეღვის და კომშის და კაკლის ნაყოფი არა და თხემზე ესხილი არ არის. თურმე ასulis გამზრახველი დაბრმავდებაო. ასulis მსურველი ძალის შესამატებლად 50 კვერცხს ჭამს, მაგრამ შეხებისთანავე იღუპებაო. ის კი ვინც სვეტზე ავა იქ ილოცებს და ეწამება ძალა და ვაჟკაცობა შეემატებაო. ეხლა ვცდით ჩვენ ასვლას და ვნახოთ რა გამოვა. ისე დაბრმავების რა მოგახსენოთ, მაგრამ აქ ამოსვლას კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება. აი ამ რკინის კიბითაც კი საკმაოდ დამღლელია.
წარმომიდგენია როგორ ადიოდნენ ჩვენი წინაპრები. აი ჩვენი კამერა ადის ახლა სვეტის თხემზე. აქ დროა მეც დავიძრა. პირველად ამოსვლისას აუცილებლად დაგეუფლება გრძნობა, რომ მიწას მოშორდი და ცას მივახლოვდი. აი სწორედ აქ აღმოაჩინა 1944 წელს ალოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ამოსულმა ჯგუფმა სასწაულმოქმედი ძვლები. აი სწორედ ეს არის იმ უკანასკნელი მესვეთის ძვლები, რომელიც აქ ამოსულმა პირველმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. მას ნელსურნელება ახლაც ადის და ამბობენ თუ რწმენით მიახლები სასწაულსაც ახდენსო. მიზანი რა იყო? მიზანი იყო რომ აი ეს მონასტერი იყო მიტოვებული და ამ მონასტრის ძველი მონასტრის სადაც ცხოვრობდნენ დაყუდებული ფერები უძველეს დროში მონასტრის აღორძინება. აი ეს იყო მიზანი, ჩემი აქ მოსვლის. გადავხედე სვეტს. იგი ისევე მიუყარები და შეუვალი ჩანს. ზედ ოცნების თვალით ჩვენ მიერ აღმართულ დროშას ვამჩნევ. იგი ნიშანია სვეტის საიდუმლოს აღმოცნობისა. ჩვენ მხცოვან ვახუშტიზე ბედნიერნი აღმოჩნდით. დიახ, ჩვენ ახლა ვუწყით, კარგად ვუწყით. ხელოვნება სვეტზე აღსვლისა. ლევან კოტო